მივესალმები დიდი შესვენების ერთგულ მაყურებელს. ესე იგი, ფერიის საჯარო სკოლაში ვიმყოფები, სადაც მიმდინარეობს STEM კლუბის წევრების მიერ რობოტექნიკისა და ინოვაციური მოწყობილობების გამოფენა. ძალიან საინტერესო მოწყობილობები აქ გამოფენილი და ამასთან დაკავშირებით უფრო ვრცლად გაგვესაუბრება ქალბატონი ეკატერინე თურმანიძე. მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. თუ შეიძლება პირველ რიგში გავაცნოთ ჩვენ მოყურებელს, როდის და როგორ შეიქმნა STEM კლუბი? მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ ამ ჯადოსნური ოთახიდან, ფერიის საჯარო სკოლის ამ ჯადოსნური ოთახიდან. ყველაფერი დაიწყო, მაინც ვიტყოდი, აჭარის განათლების სამინისტროს მიერ მისი ინიციატივით მიმდინარეობს პროექტი ჩემს გაკვეთილზე, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ქალბატონი მაია ხაჯიშვილის დიდი დამსახურებაა ეს და ჩვენი თამუნა გოგოლაძე, ჩვენი ფიზიკის მასწავლებელი, რა თქმა უნდა, იყო მისი გამარჯვებული. და პროექტის ფარგლებში აქ რომ დატრიალდა სამუშაოები და აქ რომ ამბები მოხდა ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი არ დარჩა შეუმჩნეველი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე STEM პროექტის ხელმძღვანელის ქალბატონ ხატია ცირამოას, რომელმაც ფერიის სკოლა პრაქტიკულად სოციალურ სივრცეში აღმოაჩინა და მოგმართ. მე აქ ირთვება ქალბატონი ლეილა დუმბაძის, ასე ვთქვათ, ფაქტორი სკოლის, იმიტომ რომ სკოლის დირექტორის, იმიტომ რომ ის სულ ყოველთვის მზად არის, რომ გახსნილი იყოს ყველა სიახლისათვის, რომ თუ არა ჩემს სკოლაში აბა სად უნდა მოხდეს და აი ამ ჯაჭვის, ახლა ნახეთ, მე ჩამოვთვალე ეს ადამიანები ყველა. აი ამ ჯაჭვის გამართული მუშაობის შედეგია ის, რომ გურია აჭარაში ერთადერთი სკოლა, რომელსაც აქვს აი ეს შესაძლებლობები, რაზეც ეხლა ბავშვები მოგიყვებიან. ისე გვერდითი ადამიანისათვის, გვერდიდან მე მათემატიკის მასწავლებელი ვარ, ხო? STEM ჯგუფში, STEM კლუბი გულისხმობს მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ინჟინერიას და პრაქტიკულად ჩვენი ბავშვები აქ მოტანილი ინვენტარი რესურსების შემხებლობაში რომ არიან უკვე დღეს, ეგ იმას ნიშნავს, რომ ისინი ხვალდაზე ძალიან კარგი ინჟინრები არიან, რაც დღეს ძალიან გვაკლია და იმდენად გაშინაურებულები არიან დრონები, 3D პრინტერები, დაერთებები. მოკლედ ისეთი რამეები, რაც ჩემთვისაც კი მათემატიკის მასწავლებლისათვის არის რაღაცა უცხოხილი და რა ვიცი, წარმატებები. მადლობა თქვენ რომ მოხვედით და პოპულარიზაციას უწევთ ამ ამბავს, თუმცა ეგ ამბავი არის გარკვეულ წრეებში უკვე პოპულარული, ამაზე თამუნა თვითონ მოგვიყვება და კიდე ბავშვებს და მასწავლებელს. ძალიან დიდი მადლობა. ახლა გადავალთ უშუალოდ ქალბატონ თამარ გოგოლაძესთან, რომელიც როგორც ვიცი მონაწილეობს ჩართულია იმ პროცესში ბავშვებთან ერთად გააკეთოს ინოვაციური მოწყობილობები და თუ შეიძლება აი ამ სამუშაო პროცესზე გაგვესაუბრეთ თქვენ. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მადლობა რომ დრო დაგვიკეთეთ და აუდიტორიასთან კიდევ გვაქვს საშუალება რომ ვისაუბროთ. ჩვენი STEM კლუბი ძალიან პატარა იყო და აი ეკატერინემ როგორც აღწერა ეს პროცესები ამასთან ერთად იზრდებოდა და იმდენად გავფართოვდით რომ ეს გამოფენების აუცილებლობაც გაჩნდა და დღეს სწორედ ასეთ გამოფენას უმასპინძლობთ. აქ უკვე ჩვენი მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ აწყობილ მოწყობილობებს, ასევე 3D პრინტერზე დაბეჭდილ მოდელებს. აი რა ვიცი, დანარჩენს თავად ნახავთ და უფრო მეტად მირჩევნია რომ მოსწავლეებსაც შეეკითხოთ. აუცილებლად, მადლობა თქვენ ძალიან დიდი. ახლა შეგვიძლია ვთხოვ ოპერატორს მაყურებელს აჩვენოს თუ რა არის წარმოდგენილი აქ ამ ყველაფერთან დაკავშირებით გაგვესაუბრებიან თავად მოსწავლეები, ვინც ამ მოწყობილობაზე ემუშავა. მოგესალმებით, თუ შეიძლება გაგვეცანი პირველ რიგში და გითხარით რა გაგვთ წარმოდგენილი დღევანდელ გამოფენაზე. მოგესალმებით, ჩვენ ვართ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები და წარმოგიდგენთ ჭკვიანი ქალაქის მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს მწვანე ენერგიის უფრო ინტენსიურად გამოყენებას, ანუ ქალაქის დაცვას ეკოლოგიური მხრივ. მწვანე ქალაქი. დიახ. ახლა ხედავთ ჩვენ ახლოდან თუ შეიძლება ახლო კადრით როგორი ლამაზია და როგორი საოცარი. დაახლოებით რა დრო დაჭირდა ამაზე მუშაობას, როგორი იყო ეს პროცესი თქვენთვის? ამ ყველაფერზე ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ და ეს ყველაფერი არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო, რადგან ვიღრმავებთ ჩვენს ინჟინერიულ ნიჭს და ასევე ვსწავლობთ ფიზიკას თეორიულად და პრაქტიკის მეშვეობით ვიღრმავებთ ამ ცოდნას.
თქვენ უშუალოდ გეკუთვნით აი ეს მოწყობილობა. თუ შეიძლება ავუხსნათ მაყურებელს რა არის ეს და როგორ უნდა გამოვიყენოთ თუ არის ამის შესაძლებლობა. დიახ, ეს არის ჭკვიანი სახლის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სარეცხის სიმშრალის შენარჩუნებას წვიმიან ამინდში. თვითონ ეს მუშაობს Arduino-ს მეშვეობით, აი ეს არის Arduino, ხოლო ჩვენოთ მაყურებელს როგორ გითხარით? Arduino, ხოლო Arduino დაკავშირებულია სერვოძრავთან და ტენიანობის სენსორთან. ტენიანობის სენსორი უზრუნველყოფს წვიმის შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემას, ხოლო შემდეგ სერვოძრავი 90 გრადუსიანი კუთხით მობრუნების შემთხვევაში სარეცხს შემოიტანს გადახურულ სივრცეში და აღსანიშნავია, რომ ეს მოწყობილობა განსაკუთრებით გამოსადეგი არ იქნება აჭარის მაცხოვრებლებისთვის, რადგან მოგეხსენებათ აჭარაში ხშირია ნალექიანი ამინდები და ხშირად სახლშიც არ ვიმყოფებით, ეს რომ ამ მოწყობილობის საშუალებით აჭარის მოსახლეობას კომფორტული გარემო შეექმნება საცხოვრებლად. ძალიან დიდი მადლობა, ასევე ვხედავ აქ როგორც ხვდები საბაგიროს, თუ შეიძლება გადმოინაცვლოთ ჩემკენ და გაგვეცანით და გითხარით თქვენ რა გაქვთ წარმოდგენილი. მოგესალმებით, მე ვარ ფერის საჯარო სკოლის მენვე კლასის მოსწავლე ნატალი ნაკაშიძე. ეს არის საბაგირო გზა, რომლის ძრავით მიერთებული არის აკუმულატორზე. ერთ მხარეს აქვს სამყოლი მოძრავი ძრავი, ხოლო მეორე მხარეს აქვს სამყოლი ბორბალი. ჩვენ შეგვიძლია პლუსის და მინუსის მეშვეობით შევუცვალოთ საბაგიროს მიმართულება. აი ასე. მის ქვემოთ არის პატარა სახლი, რომლის სახურავზეც არის მზის პანელი, სადაც შეგვიძლია დავაგროვოთ მზის ენერგია და დავმუხტოთ ასევე საბაგიროს ძრავით და მობილური ტელეფონებით. შესანიშნავია, უღრმესი მადლობა. ასევე შეგვიძლია გადავინაცვლოთ მოსწავლეებთან, რომლებიც უშუალოდ აი ამ სამუშაო პროცესს აგვიხსნიან თუ რას როგორ აკეთებენ. მე როგორც ხვდები, აქ გვაქვს 3D პრინტერი, როგორც უკვე მითხარით და კომპიუტერი, სადაც რას ვქნით, მოდი თავად მოგვიყევით თუ შეიძლება. გაგვეცანით პირველ რიგში. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სუმაიძე, მე-10 კლასის მოსწავლე ფერის საჯარო სკოლაში. დღეს უნდა გესაუბროთ 3D პრინტერზე. ეს არის მოწყობილობა. თუ შეიძლება თქვენ ოპერატორს რომ გაჩვენოთ ახლოდან, როგორ მუშაობს ეს პრინტერი? ეს არის მოწყობილობა, რომელიც ქმნის სამგანზომილებიან ობიექტებს ჩვენს მიერ გადაცემული ციფრული მოდელის მიხედვით. ახლა ამ დროს ეს ამზადებს აჭარატივის ლოგოს, რომელიც აიმე შესანიშნავია. აჭარატივის ლოგოს ფერებში და ეს მზადდება ჩვენს მიერ გადაცემული მოდელების მიხედვით. პირველ რიგში ჩვენ ესე იგი, პირველ რიგში, აი მოკლედ აქ დევს ჩვენი ტელევიზიის ლოგო. ძალიან ლამაზად გამოიყურება და მეთანხმებით, მეგობრებო და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ ჩვენზე ისრუნეთ და იფიქრეთ. ესე იგი, მოდი მაყურებელს ავუხსნათ, მოკლედ კომპიუტერში ვაკეთებთ პირველ რიგში, რაც შეუძლია ოპერატორი ჩვენთან მოვიდეს და ჩვენოს ახლოდან ეს დიზაინი, რითიც იქნება მოდელი. აბა თუ შეიძლება ავხსნათ. პირველ რიგში კომპიუტერში ჩვენ უნდა ავაგოთ მოდელი, რისი შექმნაც გსურს და შემდეგ ამ პრინტერის აპლიკაციის მეშვეობით ექსპორტირება უნდა გავაკეთოთ ამ ფაილის, რომელიც გადაგვაქვს ჩიპზე. შემდეგ ჩიპი უნდა შევაერთოთ 3D პრინტერზე, რათა ეს ჩვენს მიერ შექმნილი მოდელი წაიკითხოს და აღიქვას და ამის შექმნა დაიწყოს. ესე იგი, ახლა უკვე თქვენ შექმენით ეს 3D მოდელი, დაუკავშირეთ ამ 3D პრინტერს, რომელიც შექმნის სამგანზომილებიან მოწყობილობას, რაც უკვე გვაქვს წარმოდგენილი აი აქ. სხვა ნამუშევრებიც გაქვთ წარმოდგენილი, აი საინტერესოა ეს ნაწილები, თქვენი მუშაობთ ამ ყველაფერზე. დიახ, ეს არის ანუ ბიოლოგიის უჯრედის აგებულება, რომელიც ბრტყელ ზედაპირზე არის გადანაწილებული და გაფერადებული არის ფლომასტერების მეშვეობით. ესეც არის ამ 3D პრინტერზე აგებული. როგორია თქვენთვის ეს სამუშაო პროცესი? თუ შეიძლება, ძალიან დიდი მადლობა, თუ შეიძლება თქვენც გაგვეცანით და გვითხრათ. იმიტომ რომ 3D მოდელირებაზე მუშაობდა, ეს აჭარის ტელევიზიის ლოგოს შექმნის იდეა გიორგის და ავთოს ერთობლივად ჰქონდათ და მინდა რომ მანაც ისაუბროს რატომღაც მორიდებულად არის და დიახ. როგორც ხედავ გაგვირბის, მგონი გიორგი არ სურს ჩვენთან საუბარი, მაგრამ გავიგეთ რომ თვითონაც იმუშავა ამ ყველაფერზე. ავთო, მოგვიყევით თქვენთვის როგორია ეს სამუშაო პროცესი და ყველაზე სასიამოვნო რა არის თქვენთვის? მოგესალმებით, მე ახლა ვარ ფერის საჯარო სკოლის მოსწავლე ავთო საქარაძე. ეს კიდევ არის ჩვენი 3D პრინტერი, რომლის დახმარებით ვაკეთებთ 3D მოდელირებას და ასევე სამგანზომილებიან ობიექტებს. მინდა გითხრათ, რომ ეს პრინტერი ძალიან სასიამოვნოა გამოყენებისათვის, იმიტომ რომ ვაკეთებთ ჩვენთვის დამაკმაყოფილებელ ობიექტებს. ამასთანავე ვსწავლობთ 3D მოდელირებასაც.
დაახლოებით რა დრო ჭირდება ერთი მოწყობილობის შექმნას აი ამ პრინტერის გამოყენებით და დამოკიდებული ალბათ ფორმაზე, ზომაზე? დიახ, დამოკიდებული არის ფორმაზე, ზომაზეც. 5 წუთიდან 45 წუთამდე. ახლა რო ვაკეთებ მოდელს, ჭირდება დაახლოებით 47 წუთი. ესე იგი, ჩვენი ტელევიზიის ლოგოს შექმნას ჭირდება 47 წუთი. დიახ. რომელიც უკვე მზად გაქვთ, აი, რაც ვაჩვენეთ მაყურებელს, ხო? დიახ, მცირე ხარვეზი არის უბრალოდ და მასწავლისი. მცირე ხარვეზი რას გულისხმობს ეგ მცირე ხარვეზი? ცოტა სითეთ რომ ყოფილიყო მეტი არა. არა, უშავს ძალიან ლამაზად გამოიყურება, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ შეგვიძლია ვაჩვენოთ მაყურებელს სხვადასხვა მოწყობილობები და გავესაუბროთ ასევე მოსწავლეებს. მოგესალმებით, თუ შეიძლება გაგვეცანით და გითხარით თქვენ რა გაქვთ წარმოდგენილი დღევანდელ გამოფენაზე. გამარჯობა, მე ვარ ნინი წინწყალაძე, მე 10 კლასის მოსწავლე. აქ წარმოდგენილი გვაქვს მანქანა ელექტრული, რომელიც ჩვენ ჯერ ელექტროობაზე არ გვისწავლია ფიზიკა, მაგრამ ინტერესი იყო ჩვენი და შემდეგ გავაკეთეთ აი ეს. ეს შეგვიძლია ჩავრთოთ და ელექტროენერგიის საშუალებით ცოტა ხანი სჭირდება, მაგალითად ერთი წუთი. ანუ ცოტა ხანი სჭირდება რომ ენერგია მიიღოს და შემდეგ ეს დაიწყებს თავისით მოძრაობას, რა აქ გამოიყოფა ბუშტუკები და აქედან ავუხსნათ მაყურებელს. აქ გამოიყოფა ბუშტუკები და შემდეგ აქ თავისით დაიწყებს მოძრაობას. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა და არ გამოყოფს სხვადასხვა ბინძურ და დაბინძურებულ აირებს. ახლა თუ ეყო თავისით უნდა წავიდეს, მაგრამ უფრო მეტი დრო სჭირდება. აი, ოღონდ გაჩერდა, ანუ მეტი დრო სჭირდება, რომ იმოძრაოს ამ მანქანამ და ეკოლოგიურად არის სუფთა. სამწუხაროდ ახლა ვერ ვაჩვენებ, თუმცა გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა წარმატებები, გადმოვინაცვლებთ თქვენთან, თქვენ რა გაქვთ წარმოდგენილი, გითხარით, გაგვეცანით პირველ რიგში. მოგესალმებით, მე მქვია სალომე ბერიძე. ახალი ვარ ამ STEM კლუბში და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი მომავლისთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან თითოეული მათგანი მაგალითად ADIOS-ის ხელსაწყოთი შემიძლია ავაწყო ახალი ხელსაწყოები და მომავლისთვის უკვე გეგმები მაქვს, რომელსაც გამოვიყენებ მომავალი ქალაქისთვის ან კონკურსებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები. თქვენ თუ შეიძლება გაგვეცანით და გითხარით თან რა გაქვთ წარმოდგენილი, ერთად მუშაობდით, მაშინ შეგიძლიათ ერთად გვიწევთ. მოგესალმებით, მე ვარ 10 კლასის მოსწავლე მარიამ ხოზრევანიძე და მე და ჩემო მეგობარმა მარიამ ვერძაძემ მონაწილეობა მივიღეთ გოგონების საერთაშორისო პროექტში, სადაც დავამზადეთ ჩვენი მოწყობილობა. ეს მოწყობილობა არის აქვს დაშლილი არის ამჟამად, რადგან უფრო მუშაობთ მის აი განვითარებაზე, მე უფრო კარგად რომ გამოვიყენოთ, პატარა მოდელზე გქონდა დამზადებული ეს მოწყობილობა, მაგრამ ეხლა უფრო გვინდა რომ გავადიდოთ ეს მოწყობილობა, უფრო კარგი გამოსაყენებელი რომ იყოს, ამიტომ ამჯერად მხოლოდ ნაწილები გვაქვს და ვმუშაობთ მის აწყობაზე და მაგასაც მალე შემოგთავაზებ. ძალიან კარგი, ჩვენ აუცილებლად კიდევ გესტუმრებით. კი. და ეს მოწყობილობა მუშაობს ისეთ ღილაკზე, რომელსაც დიდ დაწოლითას ეს SMS-ის სახით გადაეცემა საშიშროების ინფორმაცია იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია სასოთარგოთილებაში იმყოფ მოქალაქეს დაეხმაროს. ეს გოგონებისთვის ქონდა გათვლილი, მაგრამ შეუძლია ხანდაზმულებმაც გამოიყენოს და ბავშვებმაც. რომელიც მაგრდება სამკაულზე, ნებისმიერ სამკაულზე და საჭიროების შემთხვევაში დავაჭერთ ღილაკს და SMS-ი მისდის ვისაც ვენდობით იმ პირს. საოცარი იდეები გაქვთ მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა. კიდევ შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი სხვა მოწყობილობები. როგორც ხედავ, თუ შეიძლება ახლოდან აჩვენოს ჩვენმა ოპერატორმა რა აქვთ წარმოდგენილი აი ამ მოსწავლეებს გაგვეცანით. გამარჯობათ, მოგესალმებით. ჩვენ ვართ ფერიის საჯარო სკოლის 10 კლასის მოსწავლეები, ანან ნაკაიძე და ელენე თურმანიძე, რომლებაც დავამზადეთ საქართველოს რუკის პროექტი, რომელზეც გვესაუბრება ელენე. მოგესალმებით. როგორც ხედავთ, ჩვენს წინ წარმოდგენილი არის საქართველოს რუკა, რომელიც 8 აგვისტოს დაღუპულ გმირებთან დაკავშირებით გადავწყვიტა STEM კლუბის მონაწილეებმა, რომ დაგვემზადებინა და როგორც ხედავთ, საქართველოს გარშემო არის განათებები დამაგრებული, რომელიც ძირითადად მზის ენერგიის ხარჯზე ნათდება, თუმცა ახლა თქვენთვის რო გვეჩვენებინა, გამოვიყენებთ ტელეფონის განათებას. შესანიშნავია. მოკლედ, საოცარი ამბები ხდება აქ მეგობრებო.
შესანიშნავი ნივთებია წარმოდგენილი მოწყობილობები, უამრავი ძალიან მაგარი იდეაა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაგვაოცებს სამომავლოდ. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს და ასევე მაყურებელს მიუმართავ, რომ თუ გსურთ თავად მობრძანდეთ და თქვენი საკუთარი თვალით ნახოთ ეს ყველაფერი, თუ როგორ მუშაობს ეს ლაბორატორია და რა მოწყობილობებია წარმოდგენილი, შეგიძლიათ ეწვიოთ ფერიის საჯარო სკოლას. მე მაინტერესებს ჩვენი წამყვანებს როგორ მოეწონათ დღევანდელი გამოფენა, რამდენადაც ვეცადეთ ყველაფერი გაჩვენოთ. მადლობა.